მოგესალმებით ჩემო კარგებო. დააბრუნდი არხზე გემრიელი ცხოვრება, დაგიბრუნდით თქვენ ჩემს საყვარელ მშვიდობიან მოსიყვარულე ძალიან თბილ და ყურადღებიან მაყურებელთან. დიდი მადლობა თქვენი კომენტარებისთვის და თქვენი ჩემდამი მზრუნველობისთვის. იმ პერიოდში როგორ დავიკარგე YouTube-დან უამრავი შეტყობინება და კითხვა მოვიდა თქვენგან. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ თქვენ, ძალიან მიყვარხართ და ძალიან პატევს გცემთ. როგორც ხედავთ, მაისურში ვარ, დაათბა, აგარაშიც კი დაათბა და წარმომიდგენია უფრო ცხელ დაბებში და ქალაქებში, ალბათ უფრო საფხულის და გაზაფხულის ეს არის, რა ქვია, განწყობა. აყვავდა და დაყვავილდა ჩემი კორპუსის წინ ხეები. ფუმფულა და ეს არის, ეს ლანდშაფტზე ფუმფულა თეთრი ბატიბუტები დგანან ეს ხეები. ძალიან მიხარია, ძალიან ესეთი ამაღლებული საგაზაფხულო განწყობა მაქვს და ჩემი საყვარელი, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი დღესასწაული აღდგომა გვიახლოვდება და ვემზადები უკვე ესე რაღაც ემოციურადაც და კულინარიულადაც მინდა გითხრათ. მენიუს ვამზადებ, პასკის ამბებია, ცოტა შეკვეთებიც მაქვს, ნახოთ აბა რა იქნება და როგორ იქნება. დღეს ესეთი დაუგეგმავი ვიდეო მაქვს, არც მახსოვს რა მაქვს გადაღებული, არც მახსოვს რა შემიძლია რომ გიჩვენოთ. მოკლედ ამისთვის არ ვიყავი მოწოდებული, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ჩემი ძაღლი ბუბუკა იყო ძალიან ცუდად. შეხვდა მეორედ უკვე აგვისტოში ქონდა პირველი 5 თვის რო იყო და ახლა შეხვდა მეორედ საშინელი ენტეროვირუსი. მადლობა ღმერთს რომ ეს არ იყო გადამდები არც ადამიანისთვის, არ იყო გადამდები არც კატისთვის, ვინც არიცით და ახლები ვინც ბრძანდებით, მე კატაც მყავს სახლში. მადლობა ღმერთს რომ არ იყო გადამდები არც კატისთვის და არც ადამიანისთვის. გამიწყდა ვიდეო და ხელახლავი მეორებ მეგობარმა დამირეკა. არ იყო მოკლედ გადამდები. თავიდანვე პირველი კითხვა რაც დაუსვი ეგ იყო რომ კატას ხო არ გადაედება. არა, კატას არ გადაედება. ჯერ ეს ერთი ჩემი კატა ყველაფერზეა აცრილი უკვე. ყოველწლიური ცოფი აქვს ახლა დასამატებელი. და ბუბუს რო წავიყვან კომპლექსურზე, იმასაც გავაყოლებ და იმასაც ავცრი. და მისთვის ეს ნაკლებ საშიში იქნებოდა. აი ბუბუსთვის რომელიც აცრილი არ არის, მისთვის თანაც მეორედ ეს შეიძლებოდა რომ ყოფილიყო თურმე მომაკვდინებელი და აი როგორი დღეები გადავიარე, მათ ვისაც ცხოველი ყავს, ისინი გამიგებენ. ვისხედით ოჯახი და ვტიროდით. ცალკე დედაჩემი იქით მესენჯერის ეკრანზე და ცალკე ჩვენ. აი სასწაული გვჭირდა. მაგრამ გამოვწვერით. მართლა კარგი ექიმები არიან. ახლა ექიმიც არის რომ უძლურია სიტუაციაში ხო, მაგრამ ეს ის სიტუაცია იყო რომ ბუბუს ორგანიზმაც იყო ჩაღა და ექიმებმაც იყო ჩაღას. დაგვჭირდა საკმაოდ ბევრი გადასხმა. დაჯდა ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირი. რა მოსატანია საერთოდ ცოცხალი არსების ჯანმრთელობასთან ფასი, მაგრამ თუ არა გაქვს საიდან მოვიდა, ხო მართალია? კი, მე მეტება ბატონო, მაგრამ რას ვიზავ? ხო თითო გადასხმა 40 ლარი, გორში სიარული, ბენზინია, ხანდახან ტაქსიც, წამლები, სპეციალური საკვები, თურა, მაგრამ გადავრჩით და აი ისეთი ბედნიერი ვარ, რომ აი რა უცნაურია, ხო, როცა ადამიანი ეგუება რაღაცას. ჩვეულებრივი ხდება მისთვის ეს, ამ რაღაცით ბედნიერებას ვეღარ გრძნობს. და როდესაც ეს რაღაცა ავადდება, ან ქრება, უცბად ფასი დაედება და უცბად ხვდები, რამხელა მნიშვნელობა გონია თურმე შენთვის. სუროვე უცაცხანებდი ხოლმე ბუბუს, რომ არიქა წინ და არ მოიპარო, არიქა ჩუსტი არ დაგლიჯო, არიქა რაღაცა. აი ახლა გამოჯანმრთელების შემდეგ როცელკობს და რაღაცას იტაცებს, მხოლოდ მეცინება და მიხარია, რომ ძაღლი დაუბრუნდა თავის პირვანდელ სიცელკეს. თუმცა ჯერ ბოლომდე ვერ დაუბრუნდა, მაინც გამხდარია, ძალიან გამხდარია. ბევრი ძინავს, ცოტა მცივანა გახდა, ის აბნის ქვეშ ძრება ღამე.
მაგრამ მთლიანობაში ცელქობს, აიმუნობს, უკვე საკვების მიღება დაიწყო, აი გაგეცინებათ და მოხარშული ქათმის ფარში ერთი ჩაის კოვზი, ერთი სუფრის კოვზი თავისი სპეც საკვები, გასტრო საკვები, რომელიც რაღაც დიეტურია და ასეთი პრობლემების დროს უნდა აჭამოთ ცხოველს, რომელიც რომ კიდევ გავმეორდები, არ მენანება, მაგრამ თუ არა გაქვს რას იზავ. 26 ლარი ღირს კილოგრამი. 26 ლარი. ეს არ არის პატარა ფასი, ხო? მაგრამ თავარია რომ ჩვენი ბუბუკარი ძალიან კარგად. რა გაცილებს, გოგო? არ არის პატარა ფასი. აი ესეთ გას და დამცინეს. რა ყოფილიყარ გოგო შენ? მოისმენე? აბა რა არის? ისე სერიოზულად თქვი. რა არის რაცხა გამომივიდა აქ? აი ესე ჩემო კარგებო. სხვა რა არის ახალი კარგი და საასიამოვნო იმის გარდა რომ ბუბუ გამოჯანმრთელდა. კარგი ის არის რომ აივნის გაკეთებაზე მოველაპარაკეთ ხელოსანს და ამავდროულად ჩემ კარგ ამხანაგს ჯეკოს და ზუსტად ისე გიკეთებს როგორც ჩვენ გვინდა მოკლედ და იმიტომ მიყვარს ეგ ბიჭი მე რომ აი გისმენს რა გინდა გისმენს ფასზე შევთანხმდით ნორმალურად 2 დღე მაქსიმუმი 3 დღე დამჭირდება 3 დღე დამჭირდება 2 დღე დამჭირდება მოვალო 1 აპრილს მითხრა დაახლოებით 10 დღეს 10 დღეშია მოდგარი 1 აპრილო ხუმრობა ხო არ არის მეთქი და არა ნუ გეშინიო შეიძლება იმაში მოგატყუო რომ 10 დღეზე ბევრად ადრე მოვიდეო ბევრი შეკვეთა მაქვსო სვარკით უნდა იმუშაონ უნდა შეღებონ ფერით შეარჩია ჩვენს მივეხმარეთ ხო და აი ესე ახალი აივანი გვექნება სულ მალე სხვა დანარჩენი რა ხეხავ რეცხავს სახლს იმიტომ რომ ბუბუს ცოტა ჭუჭყიანი იყო ცუდად ყოფნის დღეებში იმიტომ რომ ქონდა ფაღარათი ქონდა პირღებინება საშინელი სუნი ქონდა თვითონ ძაღლს აი უსაშინლესი სუნი ქონდა ამით ვცნობთო იმასო რა ქვია ენტეროვირუსო ჩვენო საშინელი სუნი აქვს ცხოველებსო და იქ ვინც მოდიოდა გადასხმაზე ცხოველით იმ ცხოველებსაც მართლა ცუდი სუნი უდევდათ შემოიყვანდნენ თუ არა ოთახში ყარდნენ და აი იმას ვებრძვი ახლა მეჩვენება რომ კიდე სადღაცა დარჩენილია დღეს კიდე რაღაც სპეციალურ ხსნარებით გავხეხე აი როგორ გაიქცა ჩემი ბუბუ დასიკო გააღებ სიხარულო არ გააღებ კაი ბატონო დედა სინიშკას რომ ყავა მოყვა იცი ხო შიგნით იყო ხო კი ეგ ძალიან გემრიელი ყავა კიდევ ერთხელ შევწყვიტეთ შემოკარქება, იმიტომ რომ ის მეგობარი წინა ეს 5 წუთის წინ რო შეგვაწყვეტინა, ის მესტუმრა. აგრილდა, დასაღამოვდა, თუ მოსაღამოვდა და ჩასწველის ჩავიცვი. და ისევ დაგიბრუნდით. მოკლედ ესეთი ამბებია შემოკარგებო ჩემთან. დღეს ვაპირებ რომ უკვე საღამოა და დავისვენო სახლის საქმეებისგან. და ვაპირებ რომ დავამონტაჟო 2 სამზარეულო ვიდეო. ერთი ეს არის ტარტალეტი, ერთი ეს არის კროკელინიანი შუ, ერთი ეს არის შოკოლადის კრემი, ასე რომ შემოკარგებო უახლოეს მომავალში. არხზე იქნება გემრიელობები. პასკის ვიდეო უკვე მაქვს გადაღებული. აქტუალური რაც არის, უკვე მაგ გადაღებული ჩემთვის ყველაზე იდეალური პასკა, რომელიც კი მიცდია და გამიკეთებია, ეს არის პასკა დედაჩემის რეცეპტით. უბრალოდ დედაჩემს თავისმა დეიდაშვილმა თანამშრომლისგან მოუტანა, მე ვიყავი ჯერ კიდე სასკოლო. აი ესები უწერია რეცეპტების წიგნში. პასკა დოდო. აკეთებდა ხოლმე, გამოსდიოდა არაჩვეულებრივი, აი საოცარი და რატომღაც დაიწყო ამ პასკამ ჩავარდნა. მე ვფიქრობ იმიტომ, რომ შეიცვალა ჩვენ ქვეყანაში ის ვითარება, დაინგრა საბჭოთა კავშირი მოკლედ და აღარ იყო ეს გოსტის, ანუ რაღაც ესეთი
ყველაფერი ხო ერთნაირი გამოდიოდა ხოლმე, ერთი მარგარინი, ერთი ზეთი, ერთი ფქვილი, ხარისხი არ იცვლებოდა და ახლა არის მილიონნაირი ცხიმიანობის, მილიონნაირი ხარისხის და მოგეხსენებათ ახლა თურმე მაპატიეთ სიტყვადა და სკლინდიანიცა გვაქვს თურმე რაღაცა ისინი რძის პროდუქტები და თუ მართალია რა ვიცი ერთი აბა მომწერეთ რას ფიქრობთ მაგაზე რო შეგვაშინეს და რო გვეშინია და რო არ გვესიამოვნა ფაქტია ახლა არაჟნებიდან ყველაზე მეტად სოფლის ნოფათი მომწონდა და ყველაზე ხშირად მაგას ვყიდულობდი და მე არ ვყიდულობ მაღაზიისა სოფლის თუ არის და თუ მე თვითონ შევაყენებ სოფლის რძის მაწონს თუ არა და მაწონი თუ მაქვს საყიდელი გამოსაცხობად ვყიდულობ არაჟანს ძალიან იშვიათად ვყიდულობდი ხოლმე სვანურს უფრო მეტად ვყიდულობდი ხოლმე სოფლის ნობაც და არ ვყიდულობ ასევე მაიონეზს და ვიყენებ მაიონეზის ნაცვლად არაჟანს ასე რომ საკმაოდ ბევრი მაქვს ნაყიდი და საკმაოდ ბევრი მაქვს მირთმეული მე და მთელ ჩემ ოჯახს ხო და მას ვამბობდი რომ შეიცვალა რაღაცეები ხო მე ვფიქრობ რომ ის ფქვილი სხვა იყო ეს ფქვილი სხვა არის და იმიტომაც დაიწყო ჩავარდნა ამიტომ წინა გაზაფხულზე ავდექი ბევრი ვიწვალე თუ ცოტა ვიწვალე დავამუღამე ფქვილის რაოდენობა მოვამატე იქ რაღაცა ცხიმი შევცვალე მე მგონი რაღაცეები და გამოვიდა აი ზუსტად ისეთი პასკა როგორცაც დედაჩემი აკეთებდა ჩემ ღრმა ბავშვობაში და აკეთებდა დედა როგორ იცით რომ მოზოვდა იმ ღამეს არ ეძინა ღამე რამდენჯერმე დგებოდა გადასაზელად რომ აი წებო ფქვილს რომ აქ ის წებო გლუტენის ფანჯარას ეძახიან აი ესე რომ გაშლი და გამჭირვალე და წელვადი როა მაქსიმალურად წელვადი ცომი კლეკავინა არის რუსულად კლეი აცლოვაკლეი წებოა მოკლედ გლუტენია ეს გლუტენიც წებოს ნიშნავს ინგლისურად ეს წებოვნება კარგი ხარისხის ფქვილი როცა არის წებოვნება მეტია და აი ეს წებოვნება რომ გამოსულიყო ფქვილიდან აი მისთვის იყო ეს გადაზელა საჭირო ხშირი ხშირი კი არა ღამე რამდენჯერმე საკმაოდ ხშირი გამოდიოდა მე რადგან წელს ვაპირებ მოვიზნოთ ჩემს ახალ პლანეტარულ მიქსერში პლანეტარული მიქსერი გააცილებით უკეთესად ზელს და გააცილებით უკეთესად გამოიღებს აი ამ გლუტენის წებოს და მგონია რომ წელს უფრო უკეთესი გამომივა ვიდრე შარშა პლუს წელს მე არ მინდა გადავიღო ეს რეცეპტი იმიტომ რომ უკვე არის ჩემთან შარშანდელი გაზაფხულის ვიდეოში ცოტა ზემოთ ამოვწევ რომ კარგად დაინახოთ სადმე ლინკს დავტოვებ ვისაც დაგჭირდებათ რა თქმა უნდა და მინდა რომ წელს იგივე ცომით გავაკეთო კრაფინი ანუ ერთგვარი პასკა უფრო ისეთი გაპრანჭული პასკა არ მოსდეს აფრთხელებენ გულს არც უკეთებენ ახვევენ ესე გორგლავენ და ისე დებენ ფორმაში მოგეხსენებათ ფორმა უკვე შევიძინე ოჯახისთვის უკვე შევიძინე ფორმები მაგრამ შეკვეთისთვის დამჭირდება რომ დავამატო და ასევე თურმე ქაღალდის ყავის ჭიქებში არაჩვეულებრივად წვება და ეგეც უნდა ვცადო აი ესეთი ამბები მაქვს ჩემო პარქებო ძალიან ბედნიერი და ძალიან გახარებული ვარ იმიტომ რომ გაზაფხულია ბუბუ კარგად არის ყველანი კარგად ვართ გეგმები მაქვს ესეთი რომ სვარკებს რომ მორჩებიან ჩემ აივანზე მე ერთად მივხედოთ მცენარეებს მე ერთად გამოვაცხოთ პასკა მე ერთხელ ერთად წავიდეთ დედასთან და მისი აფუმფულებული და აყვავებული ეზო ვნახოთ ძალიან 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 მინდა ვარიანში არა ვარ ნამყოფი თქვენ ნამყოფი ბზანდებით ვარიანში გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში ძალიან მინდა ამ გაზაფხულზე წასვლა ესეთი ამბები გვაქვს მახარებს ის ამბავით რომ თითქმის უკვე 2 თვე გავიდა რაც ტასიკოს ფეხი იტკინა ტასიკოს ფეხი ასე თუ ისე მოწესრიგდა მანჟეტი მოკიდე მუხზე გასაკეთებელი რეზინი ამანაც დააჩქარა რეაბილიტაცია
ვარჯიშებს აკეთებს, თვითონ იპოვა ინტერნეტში რაღაცა ვარჯიშები, გუში დადგა და ძალიან ყველაზე მინიმალური სიჩქარეზე 5 წუთი იარა და მესიამოვნაო თქვა, მუხლიო გახურდა და გავარჯიშდაო. ვეწვალები ერთ-ერთ კლინიკაში, ერთ-ერთ საუკეთესო ტრავმატოლოგთან მის ჩაწერას, რა თქმა უნდა ჩავწერო და უკვე შეუძლია ჩავიდეს ამოვიდეს მეხუთე სართულზე და ვეწვალები რომ წავიყვანო კონსულტაციაზე და ვნახო, გადაიღონ, გადმოიღონ, ვნახონ იქნება რამე არ გამოგვეპაროს. ხო და ეს არა, ვერაფრით ვერ ჩავწერე ჯერჯერობით. აი ვერაფრით. ნახოთ აბა რა იქნება. ყველაფერი კარგად იქნება, ალბათ ასეა საჭირო. დღეს შემოკარგებო, აი ამ იმას რა ქვია, მოლაპარაკე თავს აღარ დაგანახებთ. გავთიშავ ახლა და გაჩვენებთ ვიდეოებს, თუ რა გავაკეთეთ ამ კვირაში, სად ვიყავით, ბუბუ როგორ იყო ავად, მოკლედ კოლაჟს იმ დღეებისა, რომელ დღეებშიც ჩვენ ერთმანეთს YouTube-ზე არ შევხვედრივართ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ, კარგი საღამო, მშვიდობიანი ღამე. პატივისცემით, თქვენი მაკა, ყოველთვის თქვენ არხზე გემრიელი ცხოვრება. კარგად ბრძანდებოდეთ.